თბილისმა საქართველოს ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირების 35 წლისადმი მიწყვილ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოდან და ისრაელიდან ქალაქების მერები და 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო. ფორუმზე ხელი მოეწერა რამდენიმე ერთობლივ პროექტს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის სექტორის გეგმებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე კონტრიბუცია არის 5 მილიარდი დოლარი და ჩვენ შეგვიძლია რომ ყველა მონაცემებით, რაც ჩვენ ხელში არის, 2030 წელს ჩვენ ვაკეთებთ ნიშნულს, რომ ისრაელიდან იქნება 1 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია, ამაში არის ნახევარი ტურიზმი, ქალაქ ახმეტას შორის და რიშონ-ლეციონის შორის მოხდა დამეგობრება და ეს არ არის მხოლოდ დამეგობრება, უკვე არის კულტურაში, ეკონომიკაში, ტურიზმში უდიდესი კავშირები და დღეს ჩვენ აღნიშნავთ, რომ ხელი მოეწერა და უკვე პროცესში არის 40 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც იქნება 350 ოთახიანი სასტუმრო აპარტამენტები. აქ შემოდის საერთაშორისო ბრენდივი თემი და ამასთან ერთად კიდევ თვითონ ინვესტორები არიან ჩვენი დამეგობრებული ქალაქიდან, სადღაც ნახევარი წილით, ალბათ ნახევარი ჩვენი დამეგობრებული ქალაქიდან შემოდიან ინვესტორები და ეს უფრო ასაქმიან ურთიერთობებშიც გადაიზარდა ჩვენი დამეგობრება და შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითოა ქალაქებს დამეგობრების და ერთმანეთთან ურთიერთობის განვითარების. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ. ისრაელიდან მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა 100 მეტი მონაწილე. პირველ რიგში აქ მოვედით იმისთვის, რომ ხარი დავუჭიროთ ისრაელის მნიშვნელოვან საქმიანობას. ეს ასევე უნიკალური შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომელიც როგორც იცით, საკმაოდ რთული იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ვატარებთ 7 ოქტომბრისა და ომის ტვირთს. ის ფაქტი, რომ ისეთი მეგობრები, როგორიცაა საქართველოს გვერდში გვიდგას და მხარი დაგვიჭირა ძალიან დიდი ძალაა და ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის. მე საქართველოში ბევრჯერ ყოფილვარ და ნამდვილად მიყვარს აქ ყოფნა.